ელისე ექსტრემშია. ნახეთ, როგორ კატაობს ველოსიპედით. კი, მამა, ჩემი სიყვარული ხარ და სწორად იცო ფეხსაცმელებს. ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ. ყველას დაგბრიდავთ, ბიჭო, ვის უბედავთ. მიდი ელისე, აჩვენე ვინ არის აქ მეფე, მიდი. ოჩა, გარეცხე, არა ველოპიპედი. გიყურებ, ჩემო ლამაზო, რა მაგარი ხარ. საღოლ, წადი, გაცურე. ამ დროს ენი რას აკეთებს? აიწონა, დაიწონა შემუშავება. ჩემი პატარა გმირი. აი, ელისემ დრო იხელთა, როცა წყალი არ ასხავდა და დაგრიალობს. ყოჩაღ, მიდი, სანამ ამოასხავს, იგულავე. ყოჩაღ, ჩემო სიცოცხლე. წავიდა. ვაიმე, რა სწრაფი ხარ, მამა. აი, ენიც მოვიდა. აი, დაიქოქა. არ ეჩვენებოდ ბავშვებს. მიიღეთ ისეთები, როგორებიც არიან. და ისინიც მიგიღებენ ისეთებს, როგორებიც თქვენ ხართ. არ გაუბრაზდეთ, მოეფერეთ. ხშირად უთხრით, რომ ისინი გიყვართ. ამას დაიმახსოვრებენ ბავშვები ყველაზე კარგად. ნახეთ, როგორ უხდება ენის ეს ლამაზი კაბა. მამას პატარა ნექსტია. მამას ვაჟა-ფშაველა და ლუკა რაზიკაშვილები არიან ესენი. ფილმის კადრებით კი არის ხა ეს მომენტი, არა? ძალიან მაგარი ბავშვები ხართ. აი, ეს ჩვენი მისტიური მონოლითური შენობაც აქ არის გენესვალეები. დასველდა ენი. ჩემი სკეიტიც გარინდებულია ესე დგა. და ეხლა ვფიქრობ, ხომ არ დავიშვა მეთქი? დავიშვა. მოდი, რაც არის. თუ დალეწვა იყოს. მადლობა ჩემო სიყვარულო. აი, ენიმ როგორი ყვავილი მაჩქრა. ჩემმა ლამაზმა. წავიდა. დაღმართი. ოპა. თან სკეიტსაც გზაუსწავლია, თვითონ მოდის. მე მგონი ჩემი ბიჭი ძალიან დასველდაო. გასაკეთებ ელისე. მამა. ჩვენი საწაო თოფები ხოძეა. აი, ბალახის საკრეჭელა მოსულა. ელისე გამციფრებული შეცკერი. ჩემი პატარა დედოფალი. წყალი ისევ გიჟაობს. აბა, კარგ დღეს გისურვებთ ყველას. აი, ესეთი სწრაფები ყოფილიყავით და ესეთი ლამაზები და ტკბილები და თბილები. ბედნიერად. კარგად, მამიკო. ელისე. კარგად. ენი, კარგად.